მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენ შევაჯამებთ გარკვეულწილად 2025 წელს, ვისაუბრებ ჩვენი გუნდის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, ასევე მიმოვიხილავ იმ ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომელიც ჩვენს მიერ გასული წლის განმავლობაში გამოქვეყნდა. ესე იგი, პრეზენტაცია ორი ნაწილისგან შედგება შესაბამისად და როგორც უკვე გითხარით, ჯერ მიმოვიხილავ აქტივობებს, რომელიც ჩვენი შეფასებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. გასული წლის განმავლობაში ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების, სტატისტიკის არეალის გაფართოების, ასევე სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესების თვალსაზრისით და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდით საერთაშორისო სტანდარტებს და მსოფლიოში აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკას. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დღითი დღე მზარდია სხვადასხვა მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა უფრო მეტად დისაგრეგირებულ მონაცემებზე, რასაც ვეღარ უმკლავდება პრაქტიკულად მონაცემთა შეგროვების ტრადიციული მეთოდები, როგორიც არის სტატისტიკური კვლევები და მათ შორის ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროები, ამიტომ რასაკვირველია უკვე დღის წესრიგში დგას ალტერნატიულ მონაცემთა წყაროების გამოყენების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები, რაზეც ჩვენი გუნდი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს. ამ მიმართულებით აღსანიშნავია სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ უკვე ვიყენებთ, ერთ-ერთი გახლავთ სკანერული მონაცემები, რომელსაც მეორე წელია სამხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების პროცესში ვიყენებთ, ასევე ეგრეთ წოდებული web scraping-ი, ანუ web გვერდიდან მონაცემთა ავტომატური ჩამოტვირთა, რომელსაც ვიყენებთ პრაქტიკულად 2022 წლიდან უძრავი ქონების ფასების ინდექსის გასაანგარიშებლად, ასევე დიდი მონაცემები, ეგრეთ წოდებული მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორის მონაცემები, შიდა მიგრაციის და ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკის საწარმოებლად და ასევე აღსანიშნავია ის, რომ გასულ წელს ჩვენ მქონდა საპილოტო პროექტი, ეგრეთ წოდებული დისტანციური ზონდირების მეთოდი აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც ვგეგმავთ, რომ გამოვიყენოთ სოფლის მეურნეობის სტატისტიკის საწარმოებლად. როგორც მოგეხსენებათ, მონაცემთა გავრცელების მრავალ შესაძლებლობას ვიყენებთ ჩვენ. ასევე ვთავაზობთ მომხმარებლებს სხვადასხვა სახის პროდუქტებს და სერვისებს. გასული წლის განმავლობაში ჩვენს მიერ მომზადდა 23 სტატისტიკური პუბლიკაცია, 263 პრეს-რელიზი გავრცელდა, ჩვენი ვებსაიტით 1,191,000 უნიკალურმა მომხმარებელმა ისარგებლა და ამის პარალელურად წერილობით შემოსული მოთხოვნების რაოდენობა მცირდება, რასაც მივესალმებით, ეს მიმართულება ჩანაცვლდა ვებსაიტის მომხმარებელთა მიერ. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი რასაკვირველია უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება, მაგრამ იმავდროულად ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტებს ვაკეთებთ მონაცემთა გამოყენების ხელშეწყობის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით პერიოდულად სხვადასხვა სახის ინტერაქტიულ პლატფორმებს ვთავაზობთ მომხმარებელს და მათ შორის აღსანიშნავია გასული წლის განმავლობაში სამი მიმართულების პლატფორმის შემუშავება და ფუნქციონირება. ეს გახლავთ გარემო სტატისტიკის პორტალი, ენერგეტიკის სტატისტიკის პორტალი, ასევე მნიშვნელოვნად განვაახლეთ რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალები. გასული წელი აღსანიშნავი იყო იმითაც, რომ ჩვენ გამოვაქვეყნეთ მოსახლეობის 2024 წლის აღწერის წინასწარი შედეგები. ეს იყო მოსახლეობის რიცხოვნობა და დასახლებების ტიპების მიხედვით, რეგიონები, მუნიციპალიტეტები და ქალაქები. რაც შეეხება 2026 წლის გეგმებს და პრიორიტეტებს, ჩვენი გეგმა
გაწერილია სტატისტიკის ეროვნული სისტემის 4 წლიანი სტრატეგიით, რომელიც 3 პრიორიტეტულ მიმართულებას აერთიანებს. პირველი ეს გახლავთ, რასაკვირველია, მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება, მეორე გახლავთ, ნდობის და თანამშრომლობის გაძლიერება და მესამე ისევ და ისევ ჩვენს მიერ წარმოებული მონაცემების გამოყენების ხელშეწყობა. საქსტატის ბიუჯეტი საბოლოო ჯამში გაზრდილია, თუ ხედავთ, აქ წარმოდგენილია ლურჯფერად, წითელფერად წარმოდგენილია მოსახლეობის აღწერის ბიუჯეტი, რომელიც შემცირდა, რასაკვირველია, გამომდინარე იქედან, რომ 2026 წელს აქტივობები მილევად რეჟიმშია, აქედან გამომდინარე, რაც შეეხება ძირითად ბიუჯეტს, რომელიც 18,100,000 წარმოადგენს, გაზრდილია 9.7%-ით წინა წელთან შედარებით. მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის აღსანიშნავია პროცესებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვა, ეგრეთ წოდებული GSPPM-ი, აღნიშნული მოდელი ეფუძნება პროდუქტებზე დაფუძნებულ სისტემას და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ქვეყნების გარკვეული ნაწილი განვითარებულ ქვეყნებზე ვსაუბრობ, გადადის ნაწილი გადასულია ნაწილობრივ პროცესებზე დაფუძნებულ სისტემაზე და ჩვენი გეგმა, რასაკვირველია, ითვალისწინებს ამ მიმართულების განვითარებას. ეს უზრუნველყოფს უფრო მეტ ჰარმონიზაციას საერთაშორისო სტანდარტებთან, ხარისხის მართვის გაუმჯობესებას, ინოვაციების გაადვილებას და რასაკვირველია, ინსტიტუციური მეხსიერების გაძლიერებას და ეს იქნება უფრო მეტად ხელსაყრელი ჩვენი სტაფისთვის, ასევე ხელსაყრელი ჩვენი მომხმარებლებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გეგმავთ გადავდგათ კიდევ უფრო მეტად ქმედითი ნაბიჯები ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თვალსაზრისით, რასაკვირველია, დღესაც ვიყენებთ გარკვეულწილად ხელოვნურ ინტელექტს, ეს ძირითადად ჩვენს IT მიმართულებას, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებას ეხება, ასევე კლასიფიკაციების სისტემას ეხება, მაგრამ მიმდინარე წლიდან კიდევ უფრო ვფიქრობთ მთელი მომდევნო წლების განმავლობაში უფრო მეტად და ინტენსიურად გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, არა მხოლოდ მონაცემთა შეგროვების და დამუშავების, არამედ ანალიზის, ვიზუალიზაციის და ხარისხის კონტროლის სფეროში და ეს მოგცემს ჩვენ შესაძლებლობას ის რუტინა მაქსიმალურად გამოვათავისუფლოთ და ის ადამიანური რესურსი უფრო მეტად განვითარებაზე და შემოქმედებაზე მივმართოთ. რასაკვირველია, მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ მოგეხსენებათ საზოგადოებისთვის ცნობილია გეგმავთ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის დეტალური საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას. ეს 2 ეტაპად მოხდება. პირველ ეტაპზე აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა მოსახლეობის რიცხოვნობის, მუნიციპალიტეტების და რეგიონების მიხედვით და ივნისში უკვე დეტალური ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი. მათ შორის მოქალაქეობა და ეროვნება, აღსარებლობა, ენების ფლობის მაჩვენებელი, ქორწინების მდგომარეობა, შიდა მიგრაცია, იმიგრაცია, დასაქმება, ეკონომიკური აქტივობა და ასევე თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ მოსახლეობის აღწერასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩავატარეთ, რომლის შედეგებსაც მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გავასაჯაროებთ. ეს იქნება შედეგები უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების დონეზე. მათ შორის მრავალწლიანი ნარგავების სტატისტიკა, მიწის ფართობი და მისი სტრუქტურა, ვაზის ჯიშთა რაოდენობა, ასევე ფუტკრის ოჯახების რაოდენობა და პირუტყვის და ფრინველის სულადობა. რაც შეეხება სხვა აქტივობებს, ჩვენ განვაგრძობთ, რასაკვირველია, სტატისტიკური სერვისების და პროდუქტების შეთავაზებას ჩვენი მომხმარებლებისთვის. დავუპირდით რამდენიმე წლის წინ საზოგადოებას, რომ კვარტალში საშუალოდ ერთ ინტერაქტიულ პლატფორმას შევთავაზებდით და ამ დანაპირებს პირნათლად ვასრულებთ და რასაკვირველია ამ მიმართულებით გვექნება გარკვეული სიახლეები.
გეკბავთ მონაცემთა უფრო მეტ დისაგრეგაციას რეგიონების და მუნიციპალიტეტების დონეზე და მოკლებადიანი სტატისტიკის წარმოებას ადმინისტრაციული მონაცემების საფუძველზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების კიდევ უფრო მეტად განვითარებას, რადგანაც დღეს შეუძლებელია არათუ პროგრესი, არამედ განვითარების არსებული დონის შენარჩუნება მდგრადი და მძლავრი ინფორმაციული ტექნოლოგიების გარეშე, მათ შორის მაშინ, როცა ჩვენ ხელოვნურ ინტელექტზე ვაკეთებთ გარკვეულ ფოკუსირებას, რა თქმა უნდა, თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებას ვგეგმავთ და დობის გაძლიერება და საიმედოობის გამტკიცება ჩვენი ყოველდღიური სამუშაოს ნიშნავანი შემადგენელი ნაწილია. ეხლა პრეზენტაციის მეორე ნაწილზე გადავალ, ეს გახლავთ ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები და მიმოვიხილავ სხვადასხვა სახის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. დავიწყებ მთლიანი შიდა პროდუქტით. როგორც მოგეხსენებათ, 2025 წელი დაიწყო საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, პირველი კვარტალი განსაკუთრებით, იანვარი მოგეხსენებათ 11.1% იყო, თებერვალში ზრდამ 7.7% შეადგინა, მარტში 9%, აქედან გამომდინარე პირველი კვარტლის საშუალო განისაზღვრა 9.9%-ით, შემდეგ ზრდის ტემპი გარკვეულწილად შენელდა, როგორც წითლად შეფერილი სვეტებიდან ჩანს 7.4% და 6.4%-ია მომდევნო კვარტლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ასევე გამოქვეყნებულია დღეის მდგომარეობით ნოემბრის ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად 2025 წლის 11 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7.9%. ალბათ საინტერესო იქნება თქვენთვის თუ რა მდგომარეობა რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ესე იგი, ერთ-ერთი ჩვენს მიერ მოპოვებული მონაცემების მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი სომხეთში შეინიშნებოდა 11 თვის მონაცემებით 8.3% შეადგენს ეკონომიკური ზრდა სომხეთში. აზერბაიჯანში 11 თვის საშუალოა 1.6%, თურქეთში 3.7%, რუსეთში 0.6%. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სხვადასხვა დარგმა, მათ შორის 2025 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი მქონე დარგები წარმოდგენილია სლაიდზე, ეს გახლავთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, განათლების სექტორი, უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორი და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა. ეს იყო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი. რასაკვირველია, არსებობს სხვა დარგებიც, მაგრამ გამოყვავი რამდენიმე მნიშვნელოვანი მათგანი. უარყოფითი წვლილის მქონე სექტორები წლის მანძილზე იყვნენ მშენებლობა და სოფლის მეურნეობის სექტორი, სადაც კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. რაც შეეხება ინფლაციას, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4%-ია. უკვე გამოქვეყნებული გვაქვს ჩვენ წლის მანძილზე ფასების და ძირითადად შეინიშნებოდა ზეთის და ცხიმის მიმართულებით, ასევე გაძვირდა თევზი და თევზის პროდუქტები, პური, ხილის და ყურძნის გარკვეული ნაწილი, თუმცა ამავე დროს ფასები შემცირდა, მაგალითად კავშირგაბმულობის მიმართულებაზე, მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე და სხვადასხვა სახის პროდუქტებზე. ამ სლაიდზე წარმოდგენილია ძალიან საინტერესო ინფორმაცია რეგიონში ინფლაციასთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაცია თურქეთში ფიქსირდება, თუმცა წლის მანძილზე კლების ტენდენცია ახასიათებდა ამ მაჩვენებელს. გახსოვთ თქვენ წინა წლებში 70%-საც კი აჭარბებდა თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელი. შემდეგ მოდის უკრაინა 2025 წლის მეორე ნახევარში კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა, ნოემბერში დაფიქსირდა 9.3%. აქ საუბარია ძირითადად ნოემბერზე, რადგანაც ჩვენ ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, რომელიც მოკლებადებში აქვეყნებს თვის დასრულებიდან პრაქტიკულად რამდენიმე დღეში ინფორმაციას, თუმცა ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ერთთვიან პერიოდს იღებს ამისთვის.
ესე იგი, რუსეთში მაქსიმალური მაჩვენებელი მარტში დაფიქსირდა, ეს იყო 10%, 10.3%, საშუალო მაჩვენებელი 9.1%, ხოლო ნოემბერში 6.6%-ით განისაზღვრა. სომხეთში შედარებით დაბალია ინფლაცია და 3.1%-ს შეადგენს. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, 9 თვის მონაცემებია ხელმისაწვდომი, რომელიც 11%-ით აღემატება 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს და 1.296 მილიონს შეადგენს. ესე იგი, უმსხვილესი ინვესტორ ქვეყნებს რაც შეეხება პირველ სამეულს წარმოადგენს თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო. აქ პროცენტული წილების სტრუქტურაში სლაიდზე არის ნაჩვენები, რაც შეეხება სექტორებს, თითქმის მეოთხედი მოდის საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორზე, შემდეგ მეორე ადგილს სტრუქტურაში იკავებს უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორი 13%-იანი წილით და შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა და ტრანსპორტის სექტორი. აქვე შედარებისთვის გასული წლის 9 თვის მონაცემები არის წარმოდგენები. რაც შეეხება საქონლის ექსპორტს, 12 თვის მონაცემები, ანუ წლის ჯამური მონაცემები ხელმისაწვდომია, თუმცა დეტალური ინფორმაცია რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს გარკვეულწილად გვაძლევს ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას. 6.6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ექსპორტის მაჩვენებელმა და ეს წინა წლის მონაცემებს 10%-ით აღემატება. 11 თვის მონაცემებს თუ გავაანალიზებთ ზრდაში, ესე იგი, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რასაკვირველია მსუბუქ ავტომობილებს. მეორე ადგილზეა, ანუ მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი გაზრდილია დაახლოებით 18%-ით, მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, ესეც გაზრდილია დაახლოებით 60%-ით და შემდეგ მოდის სპირტიანი სასმელები. რაც შეეხება ქვეყნებს, 2024 წლის 11 თვისგან განსხვავებით, პირველ სამეულში ყირგიზეთის და ყაზახეთის გარდა გვხვდება ასევე რუსეთის ფედერაცია. იმპორტის მაჩვენებელიც გაზრდილია 9.3%-ით წინა წელთან შედარებით და 16.7 მილიარდი დოლარია დაახლოებით. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი წვლილით გამოირჩეოდა იმპორტში პირველი მსუბუქი ავტომობილები, შემდეგ მოდის ნავთობპროდუქტები, რასაკვირველია და მედიკამენტები. რაც შეეხება უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს, პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, გამომდინარე იქედან, რომ ავტომობილების უდიდესი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტირდება, შემდეგ მოდის თურქეთი და შემდეგ ჩინეთი. ერთ-ერთი საინტერესო საკითხია დასაქმების უმუშევრობის და ხელფასების სტატისტიკის მაჩვენებლები. უმუშევრობის დონემ 2024 წელს 13.4% შეადგინა, 2025 წლის მხოლოდ 3 კვარტლის მონაცემებია ხელმისაწვდომი და 14.1% შეადგენს 3 კვარტლის საშუალო მაჩვენებელი. თუ დავაკვირდებით, პირველ კვარტალში შედარებით მაღალია უმუშევრობის დონე და ამას განაპირობებს ძირითადად სასოფლო სამეურნეო აქტივობები, რომელიც დაბალი აქტივობით გამოირჩევა ზოგადად პირველ კვარტალში. დასაქმების სტრუქტურასაც თუ შევხედავთ, დაახლოებით 70% გახლავთ დაქირავებული, დანარჩენი არის თვით დასაქმებული სხვადასხვა სექტორში. ასევე მზარდია საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის რაოდენობა, დაახლოებით 10.4%-ით გაიზარდა 2025 წლის მესამე კვარტალში, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 2300 ლარს შეადგენს ნომინალური ხელფასი, ეს გახლავთ დარიცხული ხელფასი,
და აქვე წარმოდგენილია განსხვავება ქალისა და კაცის ხელფასებს შორის დაახლოებით 940 ლარით აღემატება კაცის ხელფასი ქალის საშუალო ნომინალურ ხელფასს. და ეს გახლავთ ჩემი ბოლო სლაიდი, რომელზეც წარმოდგენილია ცხოვრების დონის მაჩვენებლები, რასაკვირველია უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ აბსოლუტური სიღარიბის დონე, რომელიც 2.4% პუნქტით არის შემცირებული და 9.4%-ში ედგეს 2024 წლის მდგომარეობით. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები, რომლებიც ორ პარამეტრს აერთიანებს, მედიანური მოხმარების 60%-ის მიმართ და 40%-ის მიმართ. ამ შემთხვევაშიც გვაქვს კლების ტენდენცია წარმოდგენილია სლაიდზე და მესამე ეს გახლავთ შემოსავლების დიფერენციაციის საზომი, ჯინის ინდექსი, რომელიც 0-დან 1-მდე მერყეობს, მოგეხსენებათ. თუ ახლოს არის 0-თან, ესე იგი შემოსავლები თანაბრად არის განაწილებული, რაც უფრო ახლოს არის 1-თან, ესე იგი აბსოლუტურ უთანაბრობას მიჩვენებს აღნიშნული მაჩვენებლები და ჩვენ შემთხვევაში ეს გახლავთ 0.35 მიასეთი, ანუ მცირედით არის, ძალიან მცირედით არის გაუმჯობესება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.